ამ წუთას ვინც არიან მე რა ვთქვი ის ვთქვი რომ ახლა დაინიშნა ჩვენი პრემიერ-მინისტრი გუშინ წინ აირჩიეს ხო თქვათ ახალგაზრდა კაცია კობახიძე ირაკლი ახალგაზრდა კაცია და მას არ ჭირდება ეს და რეალურად მუშაობს რასაც მე უყურებ ხო ეს ვთქვი მე რომ აი ამ ადამიანს ეს მაიმუნობა არ ჭირდება ღარიბაშვილმა რაც გააკეთა ეს არის მაიმუნობა უსინდისობა და უნამუსობა და ზოგიერთებმა თქვეს ადრე რატო არ თქვი 500 ჯერ თქვი. და მინდა უთხრა იმ ადამიანს, ვინც თქვა რომ ადრე არ თქვიო, რამდენჯერ უნდა ვთქვა? მოდი და გეტყვი რა და განახებ ჩანაწერების მეტი რა არის. ერთ დღეს ტელევიზია მოვიდა და უთხარი რომ ყველა მანქანას ვაჩუქებ პარლამენტარებს. ჰა და გაჩუქებ და აიღეთ ნომერი მეთქი. და აგერ დგას ის მანქანები დღესაც. ერთ დროს ხომ უნდა შეიცვალოს რაღაცეები და ეს ამიტომ თქვი მე რომ შეიცვლება ალბათ ხვალზე მე ამათ აი ამ ბიჭებს ვინც ახლა არიან სისტემაში ყველანაირად ხელშეუწყო მე ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი დიდი მადლობა თუ ხო არ არის მეტი რამე კითხვა ბატონო კოტე ჩვენ რა გვინდა თქვენ რა გინდა თქვენ ხართ ახალგაზრდები და ახლა ჩემ ხელში ვინც გაიარა თქვათ ხო ვინც ჩემთან იმუშავა და ვინც წესიერად იმუშავა და ვინც ესე არ გვითქვია რომ წადი ბიძია შენგან არაფერი არ გამოვა ეს ბევრს უთხარი ჩვენ ხო მაგრამ თქვენ ახლა ნახევარ საქართველოს მართავთ ნებისმიერი თქვენთაგან იმიტომ რომ საფუძვლიანად ისწავლეთ ეს საქმე ეს ბიზნესია ეს თამაში ხო არ არის ბიზნეს კიდევ უნდა ჭკუა და გათვლა და უნდა დაუჯერო ვინც იცის იმას უნდა დაუჯერო და საქართველოს ნაირი ქვეყანა კოტე არ არსებობს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ არის და თუ რამე ისეთი როგორც ფიქრობა მოუწურად გავეცით პასუხი უბრალოდ უთხრათ მოსახლეობას რომ ელოდონ ახალ ავტომობილებს მათ მოტორში ჩვენ ისეთ ავტომობილებს შემოვიყვანთ ახლა დათო თელ საქართველოში სტუდენტებს მოვიწვევ და ესკურსია იქნება აქ ჩვენთან და ნახავენ აი რა ავტომობილები გვეყოლება და მე ის ადამიანები რომ იძახიან რომ ჩინური ჩინეთი 100 მეტრი წინ წაიწია ჩინეთში რაც